ეხლა ისეთი გაშლა გვექნება მეგობრებო, მისი გრძნობები თქვენთან მიმართებაში. რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს თქვენი წყვილი და ერთად ხართ არ ხართ, პაუზა გაქვთ, დასასრული გაქვთ, როგორც არ უნდა იყოთ. გავიგოთ, ჩაიფიქრეთ თქვენი თავი, თქვენი პიროვნება და გავარკვიოთ ახლა საერთო გაშლაში იდენტიფიკაცია რამდენად დაემთხვევა და თქვენია თუ არა ეს გაშლა, ყველა ვარიანტში ლაიკებთ თქვენი გაზიარებები, მოწონებები, გამოწერები, ეს ყველაფერი აღარ საუბრობ და საუბრობ ამ დროს. მაინც მიწევს საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ეკონომიურად მილაიკებთ და მიკომენტარებთ, ვიდრე ნახვები აქ ჩემ გაშლებს და იმ ადამიანებს კიდე რაღაცა სიცილის და უაზრო კომენტარების ავტორებს მიმართავ, ვისთვისაც არაფრის ასე ვთქვათ, არაფერი არ გჯერათ, არაფრის სასაცილოდ არ ყოფნით, მოდი ესე ვიტყვი, შეგიძლიათ პირდაპირ ასწავლოთ თქვენი ნეგატივის გარეშე, იმიტომ რომ ეს ნეგატივი დარწმუნებული იყავით დღეს თუ არა ხვალ, ასმაგად დაგიბრუნდებათ, რასაც გასცემთ სამყაროში სხვა ადამიანების მიმართ. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, სიკეთე, სიყვარული და თქვენი ერთგულება და გული და სული ჩადეთ ადამიანებთან ურთიერთობაში. მესმის რომ სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ, ძალიან ასე ვთქვათ, სოციალური ქსელებზე დამოკიდებული სფერო, სადაც ადამიანური ურთიერთობები და გრძნობები რაღაცა მეასეხარისხოვანია, მაგრამ ჩემი აზრი და ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ რაც უფრო სიკეთეს გასცემთ და რაც უფრო თუნდაც მოიმედე მდგომარეობაში იქნებით ადამიანების მიმართ, სიყვარულით მიმართ იქნებით განწყობილი, დარწმუნებული იყავით დღეს თუ არა ხვალ, საჭირო დროს სამყაროსგან ასმაგად მიიღებთ იმ ყველაფერს, როცა თქვენ დაგჭირდებათ, ასე რომ სიკეთე და სიყვარული გაეცით. და აი ამ ნოტაზე გადავდივარ პირდაპირ მის გრძნობებზე გავიგოთ. რამდენად თქვენი ეს გაშლა, გავიგოთ პირველ რიგში რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში, რომ მივხვდეთ რამდენად თქვენი ეს გაშლა რომანტიულ ტაროს გიკეთებთ ამჯერად გაშლას. თქვენ ურთიერთობაში რა ხდება? ორიან პენტაკლიო, რაც ნიშნავს და ორიანი მაღალი არკადი ქურო მითალი. ცხრიან პენტაკლი. პრინციპში რაღაცა აწონ-დაწონის რეჟიმი გაქვთ. ასე ვთქვათ, აკვირდებით თქვენ პარტნიორს, მინდა გითხრათ, ბევრ რაღაცას შეიძლება ჩემი კოლეგებიც უყურებენ ამ შემთხვევაში ამ გაშლას არ არის ამ კარტით გამორიცხული, ან ტაროლოგები, ფსიქოლოგები, ნუმეროლოგები, ასტროლოგები ხართ, ასე ვთქვათ, აი ამ გაშლის სტუმრები და welcome, როგორც იტყვიან. თუ არ ხართ, ასე ვთქვათ, კონკრეტულად ასეთი პროფესიონალი ამ სფეროში, მაშინ გეტყვით, რომ ძალიან გაინტერესებთ ეს. კითხულობთ, უსმენთ საერთო გაშლებს, ასტროლოგების, ასე ვთქვათ, დაკვალიანებას რაღაცა სფეროსთან მიმართებაში ურთიერთობის იქნება, თუ ფინანსური მხარის იქნება, ყველას თქვენი გაქვთ ინტერესის სფეროა, თქვენი ფსიქოლოგია, მისტიურობის გარკვევა, რაღაცა შეიძლება მისტიურ ფილმებსაც ხშირად უყურებთ ხოლმე, ასეც მომდის ინფორმაციულად, რაღაცა მისტიკის და გაურკვეველის ამოხსნის რეჟიმი გაქვთ. ძალიან გსიამოვნებთ ფსიქოლოგიური ფილმები იქნება, თუ ჟანრი იქნება, თუ საერთოდ ადამიანებს შორის ურთიერთობები, რაზეც მე უკვე ვისაუბრე, სიყვარული გაეცით თქო, აი ეს რაღაცა ცნობიერი და თითქოს იდუმალი თქვენთვის ძალიან მისტიურია და ძალიან საინტერესო თემატიკა. ფილმი იქნება ეს თუ უბრალოდ ცხოვრებისეული მოვლენები იქნება, წიგნები იქნება, რაღაცა მისტიური ჟანრის, დეტექტიური კი არა, აი ესეთი რომელშიც ფსიქოლოგიის რაღაცა გამახვილება გჭირდება და გონების დაძაბვა კი არა, აი რაღაცა ღრმა ფსიქოლოგიურ სიმებზე იქნება აგებული ესეთი წიგნები იქნება თუ მდგომარეობა ძალიან თქვენში დიდ ინტერესს იწვევს თუ ასე ვთქვათ პროფესიონალი არ ბრძანდებით ამ მიმართულებით. ორიან პენტაკლით შემდეგ ამ ყველაფერს გადმოგაქვთ თქვენ ცხოვრებისეულ რეჟიმზე და აი ასეთი თვალით უკვე აკვირდებით ადამიანებს და საერთოდ ცხოვრებისეულ მოვლენებს. ცხრიან პენტაკლით მინდა გითხრათ რომ რაღაცა ან დამსახურებული ჯილდო მიიღეთ, ან ლოტარეაში
გაიმარჯვეთ ან დაწინაურდით სამუშაო სფეროში, ასეც იქნება რომ რაღაც ნაწილისთვის რომ ძალიან რესურსული ადამიანი ხართ, რაღაც ნაწილისთვის იქნება, ყველასთვის ერთი და იგივე ვერ იქნება. რესურსული პიროვნება ხართ, კარგი, ასე ვთქვათ, ფინანსების გამომუშავებელი პროფესიონალი თქვენ საქმიანობაში, არ გიჭირთ, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ვერ ვიტყვი რომ ეს არის გაჭირვებულის კარტი. თუ ფინანსებში გიჭირთ ეს ის შემთხვევა, სადაც თქვენ ხელს სადაც მიმართავთ და ენერგეტიკას და რაშიც დებთ თქვენ, ასე ვთქვათ, ძალას, რესურსს ადამიანურს, ყველაფერი მაქსიმალურად 64-ის ბაღივით 9-იან პენტაკლზე აგდით. ეს არის ძალიან კარგი შემოსავალი, რთველის მიღება ამ საქმიანობიდან, ამ ბიზნესიდან, ამ ურთიერთობიდან. აი რაღაცნაირი რესურსულად სავსე ადამიანი ხართ, ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში მაქსიმალურად დებთ და მაქსიმუმს იღებთ, ასე ვთქვათ. საშუალო არ არის თქვენთვის მაქსიმუმის მიმღები, ან არაფერი, ან ყველაფერი, აი ესეთი ადამიანი ხართ და პრინციპში ძალიან ხშირად უმეტესწილად ხდება ისე, რომ მართლაც აღწევთ თქვენ დასახულ მიზანს, ჩაფიქრებულს, აი რისკენაც ილტვით და სადაც მიდის თქვენი ენერგეტიკა და ძალა, ყურადღება, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ღებულობთ ყველაფერს. სამიახლით ახლა რაღაცნაირად მიჩვენებენ, რომ არ ვიცი, რაღაცა გულის ტკენის რეჟიმში ხართ, ან თქვენი პარტნიორი შეიძლება არის ავადმყოფურ რეჟიმში, ვირუსში, რაღაცა ლოგინად მიჯაჭვული, თუ რაღაც ნაწილისთვის იქნება ისეც, რომ რაღაცნაირი გულის ტკენის რეჟიმში, ფსიქოლოგიურ დათრგუნულ რეჟიმში და ცდილობთ მის გამოფხიზლებას, გამოღვიძებას, მასზე დადებითად რეაგირებას და აი ამ ადამიანისთვის ხელის შეშველებას, ასე ვთქვათ, სიტყვიერი შეშველება იქნება, ფინანსური გვერდზე დგომა იქნება, ფსიქოლოგიური გვერდზე დგომა იქნება, მაქსიმალურად ცდილობთ რომ უშველოთ, უექიმოთ, მისი მოწამლე ადამიანი იყოთ, ასე ვიტყოდ, მისი ექიმი ადამიანი იყოთ. ამ კონკრეტულად ამ კარტზე არის ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი. ასევე არ არის საერთო გაშლაში გამორიცხული, რომ გაშლა ორივე სქესისთვისა და მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ, რომ სასიყვარულო სამკუთხედზე იყოს ამ შემთხვევაში საუბარი და დაკიდებულია მდგომარეობაო მიჩვენებენ თვალში მოვყო და ამასაც არ იგნორს არ გაუკეთებ ამ კარტს, რაღაცნაირად გაშიშებულია მდგომარეობა. ან სასიყვარულო სამკუთხედზეა საუბარი რაღაც ნაწილისთვის ასე იქნება და გაშეშდა თქვენი მდგომარეობა თავდაყირა მდგომარეობაში, ანუ საპირისპირო 180 გრადუსით გიწევთ აი ამ მდგომარეობის ხილვა, ასე ვთქვათ, თქვენ პარტნიორთან მიმართებაში, ვისაც გული აქვს ნატკენი, ვინც ფიზიკურ შეიძლება ტრამვებშია და ლოგინს მიჯაჭვულია, შეიძლება ფსიქოლოგიურ დეპრესიაშია, რაღაც ღრმა დეპრესიაშია და თითქოს რაღაცნაირად ეს მომენტი გაშეშებულია ერთ ადგილას, რაღაც პერიოდია და ცოტა არ იყოს არაკომფორტულ მდგომარეობაში იმყოფებით ახლა როგორც თქვენ, ასევე თქვენი პარტნიორი თავდაყირა არასაკვირველია დაკიდებულ მდგომარეობაში, აი ესეთ მდგომარეობაში ყოფნა არავისთვის სასურველი და არც პრინციპში კომფორტული არ არის. გავიგოთ, მაშინ თუ ატყობთ, რომ იდენტიფიკაცია ასე თუ ისე თქვენზეა, ლაიკები, კომენტარები არ დაგესაროთ, შეგახსენებთ მაქსიმალურად ენერგოცვლისთვის და რომ მიიღოთ საჭიროა ეს ყველაფერი თქვენი მხრიდან ჩემ გაშლებზე. მისი გრძნობები გავიგოთ თქვენთან მიმართებაში. მისი ეხლა უახლესი ცხელ-ცხელი გრძნობები როგორია თქვენთან მიმართებაში. რა უნდა ვთქვა? იმპერატრიცა ამოდის, ეს არის უაღრესად უძლიერესი ქალი, დედა, ქალღმერთი, ვისი შეხებაც გსიამოვნებს, ვისთან ურთიერთობაც გსიამოვნებს. ყველა დედოფალს მოიცავს 4-ვეს. ეს პლუს მოიცავს აი ამ ქურუმ ქალს, რომელიც არის მისტიკით დაკავებული და ინტერესშია, ასე ვთქვათ, რა და როგორ უნდა ამოიცნოს ცხოვრებისეული მოვლენები, რომ სასიკეთოდ იყოს, როგორც მისთვის, ასევე მისი გარშემოყოფი ახლობლებისთვის. თასის პრინცი ამოდის. ეს ადამიანი გრძნობს შეყვარებული თავის თავს თქვენთან მიმართებაში, ემოციებით სავსეა, ასე ვთქვათ, უნდა რომ თავის თასი გაგიწოდოთ და გაგრძნობინოთ მისი გრძნობა თქვენთან მიმართებაში. სამიან თასით გეტყვით, რომ შეიძლება ეხლა ავლეს იმ მომენტს, რომ არ ვიცი, სასიყვარულო სამკუთხედი სამიან ხმალი, სამიან თასი ხშირად წარმოადგენს ხოლმე, შეიძლება მართლაც სასიყვარულო სამკუთხედის რეჟიმში ხართ, მაგრამ მისთვის მთავარი იმპერატრიცა თქვენ ხართ
ვინც არ უნდა უყურებდეთ ახლა, ეს გაშლა თქვენზე. 3000-ით ეს ადამიანი შეიძლება საერთო სიტუაციიდან გამომდინარე ცდილობს რაღაცნაირად გაგართოთ, ემოციურად დათრგუნულ მდგომარეობაში არ გამყოფოთ და გაგახაროთ და ასე ვთქვათ ემოციები მოგაწოდოთ. 20000 უყვარხართ ამ ადამიანს და გულწრფელი ორმხრივია ეს გრძნობა.